სოფელ აჭყვის თავს გარეული ცხოველები შეეჩვია. ახლა ადგილობრივების მთავარი საზრუნავი მიღებული მოსავლის გადარჩენაა. დათვების პირისპირ მარტო დარჩენილები ამას საკუთარი ძალებით ცდილობენ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფორმაციას ფლობენ, თუმცა რეაგირებას არ ახდენენ. მიზეზი შემდეგია. აქ არ იციან, რომ მათ გარეული ცხოველის ლიკვიდაციის უფლება აქვთ. ის რომ დასახლებულ ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველის მოკლა შეუძლიათ, არც ადგილობრივებმა იციან. ამ მეთოდით ვებრძვით დათვებს. ბოლო 15 დღეა ამ მეთოდით ებრძვის იოსებ რომანაძე სოფელში მომრავლებულ დათვებს. გარეულმა ცხოველმა სოფელ აჭყვის თავში თხილის ნაყოფი და ხეები დააზიანა. მორიგოთ, ბუტკები გვაქვს გაკეთებული და ბუტკებში ვაცებთ ღამეებს. ცელოფნის ბუტკები წამოხურული და ვაცებთ ღამეებს. 10 საათიდან დილის 7 საათამდე აქ. თუ არ დაჯექით, თუ არ მოდი აქ, დილას დაგხდება ასეთი, რასაც ხედავთ აქ. დათვმა აჭყვის თავში კომახიძეების ოჯახიც დააზარალა. ერთი ღამის განმავლობაში 500 კილოგრამამდე თხილი შეჭამა, ამასთან დაამტვრია მცენარის ტოტები. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გარეულ ცხოველს პიროტექნიკის აფეთქებით და ტერიტორიაზე ძველი საბურავების დაწვით უმკლავდებიან. ჩემს ნარგავებში ალბათ ყველაზე პირველად შევიდა, ალბათ ჯიშია იმნაირი, რომ ადრე მოდის თხილი და დათვი თუ უმწიფარია, იმას არ ჭამს, თუ ცოტა პირში მოყვება გემოზე, იმას აგნატუნებს. თხილს რომ 3-4 ტოტი ხო აქვს. აი ასე გაგრიხავს დათვი. წამოიღებს და სულ ძირიან ანადგურებს. რაც მოყვება ხელში ალბათ ჭამს. ნახევარ ტონაზე მეტი იქნებოდა თუ ცოტა არა. წელს ძალიან კარგად ესხა. საშემოსავლო სესხი მაქვს გაკეთებული თხილით და მანდარინით უნდა გადავიხადო და თხილით რა თქმა უნდა ვეღარ გადავიხდ. მე რა შემიძლია რომ გავაკეთო, ხალხი მეზობლობა, ვისაც თხილი აქვს იქით გადაღმატყესთან ახლოს, ცეცხლს ანთებენ, ხმაურობენ, საახალწლო სასროლებს სრულობენ, რომ დააფრთხონ ნადირი. ღამე ისმის აქ სოფელში ხმაური. დათვმა სოფელ აჭყვის თავში ძროხებიც შეჭამა. ადგილობრივების პრობლემებით მიმართვის მიუხედავად დღემდე მუნიციპალიტეტის გამგეობა არ დაინტერესებულა. მე ძროხა შამიჭამა, კი, დეკეული ახლა მოსაგების ძროხა შამიჭამა. ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელ აჭყვის თავში დათვის მომრავლების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა შესაბამისი ზომების გატარებას მხოლოდ დღეიდან აპირებენ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ გარეული ცხოველის ლიკვიდაციის უფლება მათ არ აქვთ. მოღება აკრძალულია, დაფრთხობა, ღამის მორიგეობა, კოცონის დამთება და მსგავსი შემთხვევა, გნებზის შემთხვევა იყო, მასე 6 მგელის ამოღების უფლება მოგცეს და დათვისო არანაირი მოგლის უფლება არ შეიძლება. საპირისპიროს გვიმტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში. აქ გითხეს, რომ თუკი ქობულეთის გამგეობა უწყებას წერილობით მიმართავს, მათ დათვების ლიკვიდაციის ნებას დართავენ. გარდა ამისა, სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ აჭყვის თავის მცხოვრებლებს დათვის მოკლა თავადაც შეუძლიათ, თუმცა ცხოველის ლიკვიდაციის შემდეგ მოქალაქემ უწყებას უნდა აცნობოს. გარეულ ცხოველთა თავდასხმები, როდესაც ხდება მოსახლეობაზე, თუ ხდება ცხოველების მიერ მოსახლეობის ქონების განადგურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ამ გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების, ღონისძიებების, განხორციელების წესი. თუ მოსახლეობას აწუხებს გარეული ცხოველი, ნებისმიერი გარეული ცხოველი, თავდასხმის მომენტში ამ ცხოველის გარემოდან ამოღება არ საჭიროებს წინასწარ თანხმობას ან ნებართვას სამინისტროს მხრიდან. დათვმა აჭყვის თავში ათეულობით ოჯახი დააზარალა.